მოგესალმებით მეგობრებო. ალბათ ბევრს გაგიკვირდა ჩემი ახლა გამოჩენა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია არხზე ვიდეო არ დამიდია და ალბათ ფიქრობთ ახლა რომ რა ეტაპზეა ჩემი პროექტი, საერთოდ გავაგრძელე თუ არა, ან რა ხდება ჩემი მანქანის ირგვლივ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ეს პერიოდი მკითხულობდა, ძალიან ბევრი SMS-ი შემომდიოდა, ბევრი მიკომენტარებდა ვიდეოებზე, რატო აღარ ვიღებ, რა ხდება ჩემ პროექტზე და ასე შემდეგ და ამ ყურადღებისთვის მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. მოკლედ აი ეს ჩავარდნა, ეს პერიოდი რაც ვიდეო არ დამიდია, ძალიან ბევრი სიახლე მაქვს ცხოვრებაში, დავიწყე რაღაც სხვადასხვა პროექტები და მინდა დღეს ვისაუბრო მიზეზებზე, თუ რატო ჩავაგდე ეს პერიოდი, საერთოდ ვაგრძელებ თუ არა ჩემი მანქანის პროექტს და ასე შემდეგ. მოკლედ დავიწყოთ იმითი, რომ აუცილებლად დასრულდება ჩემი მანქანის პროექტი, რახან დავიწყე, ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე გავაგრძელებ. მოკლედ გეტყვით ახლა რა ხდება ჩემ მანქანაზე. ბოლო ვიდეო რაც დავდე, იმის მერე სიმართლე ვთქვა, ძალიან ბევრი ისეთი განსაკუთრებული არაფერი შემიმატებია, თუმცა რაღაცა ცვლილებები შევიტანე ჩემი მანქანის პროექტში. პირველ რიგში, ვინც ჩემი მაყურებელი ხართ, იცით რომ ჩამოტანილი მქონდა E500-ის წინა კრილოები და ასე უნდა გამეკეთებინა უკანა განიერი კრილოებიც, რაც გადავიფიქრე. და რატო გადავიფიქრე? როცა უშუალოდ გადავედი ამ წინა კრილოების დამუშავების პროცესზე, ბევრი ისეთი დეფექტი გამოჩნდა, რის გამოც არ მიღირდა უბრალოდ ეგეთი კრილოების ჩემს მანქანაზე დაყენება. და ორიგინალი კრილოები რომ ეშოვა, ძალიან ძვირი ღირდა, თითქმის მანქანის ფასი ჯდებოდა. და შემდეგ მიწევდა უკანა კრილოების დაჭრა, რაც გადავიფიქრე, იმიტომ რომ იმდენად კარგ მდგომარეობაში ავტომობილი და იმდენად sveži კუზავია, რომ აი არ მიღირს რა მოკლედ ამდენი ჩარევა მანქანაში. მინდა რომ მაქსიმალურად ქარხნულად დავტოვო და ეს ქარხნული იერსახე შეუნარჩუნო. უბრალოდ body kit-ი, დისკები, ინტერიერი და შეღება. აი ეს არის ჩემი პროექტის გეგმა, ასე ვთქვათ. და რა ვიცი, თქვენც იგივეს გირჩევთ, რომ ვისაც sveži მანქანა გყავთ, აი ამ კრილოებს არ შეეხოთ. მოკლედ გამოცდილებით ეს მივიღე. ასევე ვინც მიყურებთ, ისიც იცით, რომ ტექნიკურად გამართული არის ბოლომდე ჩემი მანქანა, უბრალოდ როცა ვიზუალს დავასრულებდი და პროექტი მორჩებოდა, ბოლო ეტაპი იყო გატურბინება. რაც აღარ გამომივა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი კანონი მივიღეთ. მოკლედ თუ გავატურბინებ აუცილებლად intake-დან დაწყებული, გრუშტელის ბოლომდე უნდა შეიცვალოს ყველაფერი. ფიზიკურად ამის უფლება აღარ მაქვს, არც მე და არც არავის. და თუ რა თქმა უნდა გამშვები არ გადავაკეთე, გაყვანილობა არ შევცვალე, იმ შედეგს ვერ მივიღებ ტურბინით, რაც მინდა რომ მივიღო. ამიტომ ჯერჯერობით ეს პროცესები გაჩერებულია, არ ვიცი თუ რაიმე ცვლილება შევა შემდეგ კანონში და ამ ყველაფრის საშუალებას მოგცემენ და შემეძლება გაკეთება, რა თქმა უნდა ტურბინა აუცილებლად მინდა. ნუ ჯერჯერობით დავტოვებ ქარხნულ მდგომარეობაში. კიდევ ერთი კარგი სიახლე რაც არის ის რომ საკუთარი ავტოსერვისი გავხსენდი, რამაც ძალიან დიდი დრო წაიღო და ამიტომაც ვეღარ ვდებდი ხშირად ვიდეოებს და ჩემი მანქანისთვისაც არ მეცალა. გავაკეთე ავტოსერვისი, მაქვს პოლირება, ქიმწმენდა, ფირების გადაკვრა, როგორც დამცავის, ასევე ფერადი ფირების და ვისაც მსგავსი სერვისი გაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, აღწერაში ჩემს ნომერს დავტოვებ, ასევე ჩემი კომპანიის სოციალურ ქსელებს დავუთავ. დამიკავშირდით და ვინც დამირეკავთ და მეტყვით რომ აი ამ ვიდეოდან ხართ და ჩემი მაყურებელი ხართ, ძალიან კარგ შეთავაზებებს და ფასდაკლებებს გაგიკეთებთ. კიდევ ერთი კარგი სიახლე, რაც არის, გავაკეთე მეორე YouTube არხი, ნუ მოკლედ სპორტი და ფეხბურთი ჩემი მეორე ჰობია. ჩემი არხის სახელი არის Sportline, სადაც ძალიან მაგარი და ძალიან საინტერესო კონტენტი იდება ფეხბურთის ირგვლივ. ვისაც გაინტერესებთ ეს სფერო და მოგწონთ სპორტი და ფეხბურთი, აუცილებლად გადადით, აქ ამოვანათებ ჩემი არხის სახელს. გამოიწერეთ, ძალიან დამეხმარებით ამითი, გამოიწერეთ ჩემი მეორე არხი და დამიჯერეთ, რომ იმეც არ გაგიცნობთ, ძალიან მაგარ კონტენტებს შემოგთავაზებ დრო და დრო. კიდევ არ მინდა გამოვჩეს, მოკლედ ბათუმელებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ რაც YouTube-ის კეთება დავიწყე და ჩემი ავტომობილი გაჩვენეთ, ჩემი პროექტის შესახებ გაგაცანით, ბათუმიდან მწერს მირეკავთ ძალიან ბევრი. ასე ვიცით რომ მაქვს აკვაპრინტის სერვისი, ავტომობილების ინტერიერის და ექსტერიერის გალამაზება, მაკაგონების, ხეების აღდგენა, დაკარბონება და ასე შემდეგ. და ამ პერიოდში დავინახე ის, რომ ბათუმში ეს კულტურა არის ძალიან მაღალ დონეზე. ძალიან მაგარი მანქანები ყავთ, როგორც რეტრო, ასევე ახალი მანქანები, უყვართ და რაც თავარია გემოვნებიანად აკეთებენ. ამ დროის განმავლობაში ბევრი ბათუმელი გავიცანი, პირადადად ჩამომაკითხეს, გავიცანით ერთმანეთი, ჩემი პროექტიც ვანახე, მათი პროექტიც გავიცანი და მეც ჩავერთე ბათუმელების პროექტებში, ბევრი ინტერიერი აღვადგინე, მოკლედ ესე რომ ვთქვათ რა.
და ბათუმელებს ყოლჩახდა, მადლობა მინდა გითხრათ, რომ აი ესეთ მაღალ დონეზე გაქვთ ეს კულტურა, აუცილებლად გააგრძელეთ, არ გაჩერდეთ და რაც უფრო მაგარი მანქანები გვეყოლება ქართველებს, ბათუმი იქნება თბილისი თუ სხვა ქალაქი მნიშვნელობა არ აქვს, ეს კულტურა უფრო მაღალ დონეზეავა და ძალიან მაგარია მოკლედ, რომ ვითარდება და წინ და წინ მიიწევს ეს სფერო. ესე იგი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დამჭა ჩემს მანქანაზე, ეს არის სათუნუქის სამუშაოები და შემდეგ უკვე სამღებრო სამუშაოები. მოკლედ ვეძებ კომპანიას, რომელიც სამღებრო სამუშაოებს აკეთებს მაღალ დონეზე და გამომეხმაურეთ ესეთი კომპანიები, ვითანამშრომლოთ და თუ თქვენ იცით მსგავსი კომპანია, ვინც ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აიღებს, აუცილებლად მომითაგეთ, დამაკავშირეთ ამ კომპანიებთან, თქვენი დახმარება და ჩართულობაც მეც დამეხმარება და რაც უფრო მალე ვიპოვე ასეთ კომპანიას, ჩემი პროექტიც უფრო მალე მორჩება და იცით, რომ პროექტის დასრულების შემდეგ გერმანიაში უნდა წავიდი აუცილებლად. ნურბურგრინგზე მინდა რომ ესე საპატიო წრე დავარტყა მოკლედ და იქიდანაც გზიდანაც აი უმაგრეს და ძალიან საინტერესო კონტენტს შემოგთავაზებთ. ამიტომ თქვენი გვერდში დგომა მჭირდება, დამაკავშირეთ ასეთ კომპანიებთან, არ ვიცი ან დააედიტეთ ეს ვიდეოები, რაღაცნაირად მივაწვინოთ კომპანიებს ხმა, რომ შემოვიდნენ ჩემს პროექტში. მოკლედ ეხლა ესეთი მონოტონური საუბარი რო არ გამომივიდეს, გადავიდეთ უშუალოდ ჩემს მანქანასთან, განახებთ კადრებს და დაგათვალიერებინებთ რა ეტაპზეა ჩემი მანქანა, უახლოესი 1 თვის განმავლობაში რა გეგმა მაქვს გაწერილი, რომ გავაკეთო და მოკლედ არ გათიშოთ, ვიდეო არ გადაახვიოთ და ეხლა გადავიდეთ უშუალოდ მანქანასთან. მოკლედ აი ესეთ მდგომარეობაშია ამჟამად. დაგათვალიერებინებთ, ერთი კრუგი მოვარტყათ. ესე იგი, შიგნიდან იცით რომ ამაღლებელი მაქვს, კაპოტი შევცვალე, ასევე მარცხენა კრილო შევცვალე, იმიტომ რომ თავისიც კარგი იყო, მაგრამ იდეალური დავაყენე, ასე ვთქვათ. ასევე ამ მანქანაზე ორივე კარები მაქვს ნაყიდი იდეალური, აი არაფერი რო ჭირდება საერთოდ, ორივე კარებს ვცვლი. მოდი ახლა ძრავში ჩავიხედოთ რა ხდება. ესეთი სიტუაციაა ძრავში. ეს კაპოტი შიგნიდან ამოვკრასკე. ესე გამოიყურება. ეს ნუ ეხლა ცოტა დასრულია, ალბათ გახსოვთ რომ გავაკეთე აკვაპრინტით. ფერი იქნება ეს. განაც ნახოთ რა ხდება. ეს არის ჩვენი ავტომობილი. ესე იგი, ამაზე დარჩენილი მაქვს ეხლა სათუნუქო სამუშაოები, აი მცირე დაზიანებები რაც აქვს, ეგენი გამოსწორდება და დარჩება შეღებვა. კუზავს შევაღებინებ, შიტოკები, პლასმასები ყველაფერი უნდა შეიღებოს და მოკლედ სამღებრო მჭირდება პროფესიონალური სუშილკით და კომპანიებს მიმართავ გამომეხმაურეთ, ვისაც ამ პროექტში ჩართვის ინტერესი გაქვთ, ვითანამშრომლოთ. ფარებს რა თქმა უნდა ახლებს დავაყენებ. წინა შიტოკი AMG-ს, კარნიზები AMG-ს, უკანა შიტოკიც AMG-ს. მოდი ახლა ცოტა შიგნითაც ჩავიხედოთ რა ხდება. დაშლილი არის ყველაფერი. ვიბროიზოლაცია გაკეთებული მაქვს. ასევე ვიბროიზოლაცია უნდა გავაკეთო ჭერზეც, ჭერი უნდა ჩამოიხსნას და გაიკრას, აი როგორც აქ მაქვს აკრული, იგივენაირად. ეს კამები რა თქმა უნდა იცვლება. ჩავსვამ აქვე კადრში, შეკერილი მაქვს, სახლში მიდევს რომ არ გაფუჭდეს, არ დაისვაროს. ელექტროობა ის უბრალოდ ეხა აქ აურძაურია ცოტა თორე დაალაგებული არის ყველაფერი, შეერთებული მუშაობს. და მოკლედ აი ამ ეტაპზე არის ამჯერად ჩემი მანქანა. მოდი ახლა დავქოქოთ, მოგასვენინებთ, რუსელი არ მეყენია. დინამო იპარავს დენს და ამიტომ ჩახსნა მიწას ხოლმე აკუმულატორის და დაქოქვაც ცოტა მაგიტომ უჭირს. გადავქოქოთ, აბა რა ხდება. ამითი რო გავიდე ქალაქში ალბათ გამსროგავენ. ძრავი მუშაობს იდეალურად. ხო, მოკლედ რას ვაპირებ და რა არის ჩემი უახლოესი გეგმა. ესე იგი, უახლოესი 1 თვის განმავლობაში გეგმაში მაქვს, მინდა ყოველ შემთხვევაში
კარებები უნდა მოხსნა ორივე ავტომობილზე უნდა შევცვალო და სანამ დავაყენებ და დავაზაზორებ, ბარე მოხსნილი მექნება და ამოვკრასკავ სტოიკებს, ეგრეთ წოდებულ სტოიკებს. იმიტომ რა თქმა უნდა მანქანისფერი უნდა იყოს და დამატებით ხარჯებში რო არ წავიდი, ამას ჩემითაც მოვახერხებ. ცხვირით ჩემი ამოკრასკულია, კაპოტი შიგნიდან მე თვითონ ამოკრასკე, სტოიკებსაც მე თვითონ მივხედავ. ამის შემდეგ უკვე დადგება კარებები, ამოკრასკვის შემდეგ უკანა ლაბავიც უნდა ამოიღო შეღების გამო, იმიტომ რომ იქ ისე არის განლაგებული, რომ აუცილებლად ამოღება უწევს, რომ ყველგან ჩავიდეს საღებავი, რახან ფერს უსვლი, მაგიტომ და მოკლედ შემდეგ გადავალ სათუნუქის სამუშაოებზე, შეშტი რაც არის გასწორებული, ყველაფერი გასწორდება და შემდეგ უკვე გადავალ სამღებროზე. როგორც კი შეიღებება მანქანა, შემდეგ მთლიანი აბვესი რაც კი მაქვს, წინა უკანა შიტოკი და კარნიზები, მაგ ყველაფერსაც ჩემი ხელით შევღებავ და მაქსიმალურად ვიცდები, რომ ეს ჩემი კონტენტის მთავარი თემა არის ის, რომ ჩემი ხელით ვაკეთებ ძირითად ნაწილს და თქვენს გასწავლით, რაც მე გამოჩნია ცოდნა რა და როგორ კეთდება და შეღების ეტაპებსაც მაგ ეტაპზე როცა გადავალ, გეტყვით რა და როგორ უნდა გააკეთოთ და როგორ ხდება ზოგადად შეღება. ეს არის ჩემი გეგმა უახლოესი 1 თვის. მოკლედ გამიხარდა ისევ დაუბრუნდი, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ დაუბრუნდე. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა რომ დრო დამითმეთ, მიყურეთ, რაშიც გთხოვით დახმარება თქვენი გვერდში დგომის იმედი მაქვს. მოკლედ დროებით, წარმატებები და დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოს.